მილიონერმა აიძულა თავისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო თავმდაბალ გლეხზე, ვერც კი წარმოიდგენდა, რა მოხდებოდა მათი ცხოვრების იმ დღიდან. თუ ეს ისტორია მოგეწონათ, ნუ დაგავიწყდებათ ჩვენი არხის გამოწერა და გვითხრით, რომელი ქალაქიდან გვიყურებთ. ვაგრძელებთ. მზე ზანტა დამოდიოდა ქუთათაძეების სასახლის სახურავზე, მისი ოქროსფერი სხივები ატანდა ნინოს ოთახის აბრეშუმის ფარდებს. ახალგაზრდა მემკვიდრე იზმორებოდა ზეწრებში, უგულებელყოფდა დაჟინებულ კაკუნს მის კარზე. ნინო, გაიღვიძე. დედა შენ სურს დაუყოვნებლივ გნახოს კაბინეტში, გაისმა დიასახლისის წკრიალა ხმა მთელ ოთახში. ნინომ დაიღრინა, სახებალისში ჩარგო. 25 წლის ასაკშიც კი ის ისევ მოჯანყე მოზარდივით იქცეოდა მისი დედინაცვლის, თამარის სასოწარკვეთილებისთვის. მორჩილების ამ ოხრით ის ნელა წამოდგა, მისი გრძელი შავი თმა მხრებზე ჩამოეშალა. მოვდივარ, ჩაი ბუტბუტა მან ფეხებს ათრევდა აბაზანისკენ. როცა ემზადებოდა, ნინო ვერ იხსნიდა თავს შფოთვის გრძნობისგან. თამარის კაბინეტში დაბარება არასდროს მოასწავებდა კარგს. მამის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ მათი ურთიერთობა გაუარესდა და გადაიქცა ცივომად, სავსეყინულოვანი მზერით და ენამწარე კომენტარებით. 20 წუთის შემდეგ ნინო იდგა კაბინეტის შთამბეჭდავი მუხის კარის წინ. ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილად დააკაკუნა. შემოდი, გაისმა თამარის ცივი ხმა შიგნიდან. ნინო შევიდა და დაინახა თავისი დედინაცვლის უნაკლოდ ჩაცმული ფიგურა. თამარი 50 წლის ასაკში, ისევ ლამაზი ქალი იყო, მისი პლატინისფერი ქერა თმა მკაცრად შეკრული კოხტა თმით და მისი მჭვირვალე ცისფერი თვალები მიშტერებოდნენ ახალგაზრდა ქალს. დაჯექი, ნინო, უბრძანა თამარმა სკამისკენ ანიშნა მის მაგიდასთან. ნინომ დაემორჩილა, ფეხები გადაიჯვარედინა და წარბი აიწია გამომწვევად. რა ხდება ახლა, თამარ? იქნებ მებაღეებმა იჩივლეს, რომ ისევ ვარდებს დავაბიჯე? თამარმა უგულებელყო სარკაზმი, მისი ტუჩები დაძაბულ ხაზად იქცა. დროა ვისაუბროთ შენს მომავალზე, ნინო. შენ ცხოვრობდი როგორც განებივრებული პრინცესა უკვე ძალიან დიდი ხანია. დროა აიღო პასუხისმგებლობა. ნინომ მწარედ გაიცინა. პასუხისმგებლობა. გულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც მამაჩემმა დამიტოვა და შენ მართავ ისეთ, თითქოს შენი იყოს. თამარის თვალებმა საშიშად გაიელვა. ამ კომპანიებს სჭირდებათ ვიღაც მომწიფებული და შესაძლებლობის მქონე პირი სათავეში. შენ, ჩემო ძვირფასო, ჯერ ახლოსაც არ ხარ მზად. და ვინ ამბობს ამას? შენ, ნინომ წინ გადაიხარა, მისი ყავისფერი თვალები გამოწვევით ბრწყინავდა. მე ვარ კანონიერი მემკვიდრე. ეს კომპანიები ჩემია უფლებით. თამარი ნელა ადგა, შემოუარა მაგიდას სანამ ნინოს წინ დადგებოდა. მემკვიდრე. რა საინტერესო სიტყვაა. ოდესმე გიფიქრია, რატომ არ გავხარ მამა შენს არაფრით. ნინო მიგრძნო, რომ მისი გული ერთი წამით გაჩერდა. რას გულისხმობ? თამარმა გაიღიმა, ცივი და გამოანგარიშებული ღიმილით, რომელიც მის თვალებამდე არ აღწევდა. არაფერი მნიშვნელოვანი. უბრალოდ ვფიქრობდი, ნამდვილად იცი თუ არა შენი ადგილი ამ ოჯახში. სანამ ნინო უპასუხებდა, თამარმა განაგრძო, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც დღეს მინდოდა გესაუბრა. მე მივიღე გადაწყვეტილება შენს მომავალზე, ნინო. დროა დაქორწინდე. ახალგაზრდა ქალი ნახტომით წამოდგა, თვალები ფართოდ გაახილა. და შეიშალე. არ შეგიძლია ამის გადაწყვეტა ჩემს მაგივრად. მაგრამ შემიძლია, უპასუხა თამარმა მშვიდად. როგორც შენი კანონიერი მეურვე 30 წლამდე, შენი მამის ანდერძის თანახმად, მე მაქვს უფლებამოსილება მივიღო გადაწყვეტილებები შენი კეთილდღეობის შესახებ. და მე გადავწყვიტე, რომ გჭირდება ქმარი, რომელიც გასწავლის მძიმე შრომისა და თავმდაბლობის ღირებულებას. ნინომ უკან დაიხია, ურწმუნოდ თავს აქნევდა. არ შეგიძლია ამის გაკეთება. არ დაუშვევ. თამარი მიუახლოვდა, მისი ხმა დაეცა მუქარით სავსე ჩურჩულამდე. შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო, რა თქმა უნდა. მაგრამ გახსოვდეს, ძვირფასო, რომ მე მაქვს ძალაუფლება შენი ცხოვრება ძალიან რთული გავხადო. ნამდვილად გინდა ჩემი გამოწვევა. ამ მომენტში, კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა დაძაბული სცენა. შემოდი, დაიძახა თამარმა, ნინოსგან მზერის მოუშორებლად. კარი გაიღო და გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 30 წლის, მარტივად, მაგრამ სუფთად ჩაცმული. მას ჰქონდა არეული წაბლისფერი თმა და რამდენიმე დღის წვერი, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი იყო მისი მწვანე თვალები, ინტენსიური და გამჭოლი.
გიორგი, ზუსტად დროზე, თქვა თამარმა, მისი ტონი შეცვალა ალბათ ტკბილზე. ნინო, მინდა წარმოგიდგინო გიორგი ბერიძე. შენი მომავალი ქმარი. ნინო მიგრძნო, რომ სამყარო გაჩერდა მის გარშემო. შეხედა გიორგის, შემდეგ თამარს და ისევ გიორგის. კაცი ჩანდა ისეთივე გაოცებული, როგორც ის, მისი მწვანე თვალები ფართოდ გახელილი. ეს ხუმრობაა, ხომ? საბოლოოდ თქვა ნინომ, მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული იყო. თამარმა გაიგიმა ღიმილით, რომელიც თვალებამდე არ აღწევდა. არავითარ შემთხვევაში, ძვირფასო. გიორგი პატიოსანი მშრომელია, პატარა ფერმის მფლობელი ქალაქგარეთ. გონია, რომ იქნება შესანიშნავი გავლენა შენზე. გიორგიმ წინ გადადგა ნაბიჯი, ნინოსკენ გაიწოდა დაკოჟრებული ხელი. სასიამოვნოა გაცნობა, ქალბატონო ქუთათაძე, თქვა მისი ხმა ღრმად და რბილი ერთდროულად. ნინო მუგულებელყო გაწვდილი ხელი, მოტრიალდა თამარისკენ მრისხანებით სავსე თვალებით. არ შეგიძლია მაიძულო გავთხოვდე. ფერმერზე. ეს სასაცილოა. მოუფრთხილდი შენ სიტყვებს, ნინო, გააფრთხილა თამარმა. გიორგი პატივსაცემი და მშრომელი კაცია. ზუსტად ის, რაც გჭირდება შენი გზის გასასწორებლად. გიორგი მნელა დაუშვა ხელი, ტკივილის ჩრდილმა გადაუარა სახეზე ნინოს აშკარა ზიზღის გამო. ქალბატონო ქუთათაძე, არ მესმის. მეგონა, რომ დამიბარეთ ჩემი ფერმისთვის სესხის განსახილველად. თამარი მისკენ მიბრუნდა, მისი გამოანგარიშებული ღიმილი დაბრუნდა სახეზე. გიორგი, ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე სესხი. ამ ქორწინებით გექნება წვდომა რესურსებზე, რომლებზეც არც კი გიოცნებია. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო, არის დაეხმარო ნინოს მომწიფებაში და პასუხისმგებლობის მქონე ქალად ჩამოყალიბებაში. ნინო ვერ იჯერებდა იმას, რასაც ისმენდა. გრძნობდა, რომ მოხვედრილი იყო სიურრეალისტურ კოშმარში. თქვენ არ შეგიძლიათ ჩემს მაგივრად გადაწყვიტოთ. სრულიად უარს ვამბობ. თამარი მიუახლოვდა, ხმას დაუწია, რომ მხოლოდ ნინოს გაეგონა. კარგად იფიქრე, ძვირფასო. თუ უარს იტყვი, შემიძლია დავიწყო კითხვების დასმა შენი კანონიერების შესახებ, როგორც მემკვიდრის. ნამდვილად გინდა რისკზე წასვლა და ყველაფრის დაკარგვა? ფერი გაუქრა ნინოს სახეს. რა იცოდა თამარმა? ნუ თუ იყო რაიმე სიმართლე მის ადრინდელ მინიშნებებში. ეჭვი ჩაესახა მის გონებაში და ერთი მომენტით, თავის სრულიად დაკარგულად იგრძნო. გიორგი, რომელსაც არ ესმოდა კერძო საუბარი ორ ქალს შორის, სულ უფრო უხერხულად გრძნობდა თავს. ქალბატონო ქუთათაძე, პატივისცემით, მე არ შემიძლია ამის მიღება. არ ვიცნობ თქვენს ქალიშვილს და სისულელე შეაწყვეტინა თამარმა, გექნებათ უამრავი დრო გასაცნობად. ქორწილი ერთ თვეში იქნება. ერთ თვეში, შეჰყვირა ნინომ, გამოვიდა სტუპორიდან. ეს სიგიჟეა. არ ვაპირებ ამ სისულელის მოსმენას. ამ სიტყვებით ნინო გაემართა კარისკენ, მაგრამ თამარმა შეაჩერა მტკიცე ხელით მის მკლავზე. კარგად იფიქრე, ნინო. გახსოვდეს, რა დევს სასწორზე. ნინო მკვეთრად გათავისუფლდა და გაიქცა კაბინეტიდან, დატოვა გაოცებული გიორგი და მოღიმარი თამარი. შემდეგი კვირები იყო გიჟური სამზადისის და ცხარე კამათის ქარბუქი. ნინო წინააღმდეგობას უწევდა მთელი ძალით, მაგრამ თამარს ყველა კარტი ხელში ეჭირა. საიდუმლოს გამჟღავნების ფარული მუქარით, რომელიც ნინომაც არ იცოდა, ახალგაზრდა მემკვიდრე აღმოჩნდა манипуляციისა და ემოციური შანტაჟის ქსელში გახვეული. გიორგიმ თავის მხრივ რამდენჯერმე სცადა ნინოსთან საუბარი, აეხსნა, რომ ისიც არ ეთანხმებოდა ამ შეთანხმებას, მაგრამ ახალგაზრდა ქალი გაურბოდა მას, როგორც შავჭირს. მისთვის ის წარმოადგენდა ყველაფერს, რაც სცულდა ამ სიტუაციაში, თავისუფლების დაკარგვას, თამარის ღალატს და მომავალს, რომელიც არასდროს წარმოედგინა თავისთვის. რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, ნინო სულ უფრო ეფლობოდა სასოწარკვეთილებაში. სცადა იურიდიული დახმარების მოძიება, მაგრამ აღმოაჩინა, რომ თამარი ძალიან ჭკვიანი იყო მამის ანდერძის манипуლირებაში. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ან გაფლანგვის კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ნინო იურიდიულად იყო დაკავშირებული დედინაცვლის გადაწყვეტილებებთან 30 წლის ასაკამდე. ქორწილის წინა ღამეს ნინო თავის ოთახში იყო, ფანჯრიდან იყურებოდა ქუთათაძეების სასახლის ვრცელი ბაღებისკენ. ჩუმი ცრემლები ჩამოსდიოდა ლოხებზე, როცა ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომელსაც აპირებდა უკან დატოვებას. კარზე დბილმა კაკუნმა შეაკრთო. შემოდი, თქვა, სწრაფად შეიმშრალა ცრემლები. გასაკვირად, გიორგი შემოვიდა. ის უხერხულად გრძნობდა თავს და არ უხდებოდა ფუფუნებით სავსე ოთახს, მისი დაკოჟრებული ხელები ნერვიულად ატრიალებდნენ ქუდს, რომელსაც ატარებდა.
ქალბატონო ნინო, დაიწყო მისი ხმარბილი და მშვიდი. ვიცი რომ არ გინდა ჩემი ნახვა, მაგრამ მჭირდებოდა თქვენთან საუბარი ხვალინდელ დღემდე. ნინო შემოbrუნდა მკერდზე გადაჯვარედინებული მკლავებით. რა გინდა? მოხვედი რომ შენი იღბალი იზეიმო? რომ დაიკვეხნო, როგორ მოახერხე მდიდარ მემკვიდრეზე დაქორწინება? გიორგიმ თავი გააქნია, ტკივილის გამომეტყველება გადაუარა სახეზე. არა, არაფერი ასეთი. მოვედი რომ გითხრათ, რომ ვწუხვარ. რომ არასდროს მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი. მაშინ რატომ დათანხმდი? იკითხა ნინომ მისი ხმა სიმწარით სავსე. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. იმიტომ, რომ არ მქონდა არჩევანი. თქვენმა დედინაცვალმა. მან დამემუქრა, რომ წამართმევდა ფერმას, თუ არ დავთანხმდებოდი. ეს არის ყველაფერი, რაც მაქვს, ყველაფერი, რაც დამრჩა. უცებ შეჩერდა, თითქოს აპირებდა რაღაც მტკივნეულის გამჟღავნებას. ნინომ მიუხედავად მისი გაბრაზებისა, ვერ შეიკავა ცნობის მოყვარეობა. რისი? იკითხა მისი ხმა ახლა უფრო რბილი. გიორგიმ თავი გააქნია. მნიშვნელობა არ აქვს. რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მესმის როგორ გრძნობთ. ორივე გაბმულნი ვართ ამაში. პირველად მათთან შეხვედრის შემდეგ ნინომ ნამდვილად შეხედა გიორგის. დაინახა პატიოსნება მის თვალებში, დაღლილობა მის პოზაში. ის არ იყო ბოროტ მოქმედი, რომელიც წარმოედგინა, არამედ თამარის თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი. რას ვიზამთ? იკითხა ნინომ მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული. გიორგი ნელა მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა მისი შეშინების. არ ვიცი. მაგრამ იქნებ. იქნებ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ. ნინომ შეხედა მას, გაოცებული მისი ხმის სიმტკიცით. ერთი მომენტით იგრძნო იმედის ნაპერწკალი. იქნებ უპასუხა, ნება მისცა თავს პატარა ღიმილისთვის. როცა გიორგი დაემშვიდობა და გავიდა ოთახიდან, ნინო ფიქრებში ჩაიძირა. ხვალ დაქორწინდებოდა ამ კაცზე, დატოვებდა ფუფუნებით სავსე ცხოვრებას, რომელსაც იცნობდა და გაუმკლავდებოდა გაურკვეველ მომავალს. მაგრამ პირველად კვირების განმავლობაში აღარ გრძნობდა თავს სრულიად მარტოდ. ქორწილის დღე გათენდა მოღრუბლული, თითქოს სათვითონ ასახავდა პატარძლისა და სიძის განწყობას. ცერემონია იყო პატარა და ზოგადად მქრქალი, თამარი თავმჯდომარეობდა ყველაფერს კმაყოფილების ღიმილით, რომელიც ნინოს სისხლს ადუღებდა. როცა მღვდელმა წარმოთქვა საბედისწერო სიტყვები გაცხადებთ ცოლად და ქმრად, ნინო მიგრძნო, რომ მისი ნაწილი კვდებოდა. შეხედა გიორგის, დაინახა თანაგრძნობა მის თვალებში და იცოდა, რომ ამ საქმეში მაინც არ იყო მარტო. იმავე საღამოს, როცა მხოლოდ საპატარძლო კაბის უფრო კომფორტულ ტანსაცმელზე გამოცვლის დრო ჰქონდა, ნინო აღმოჩნდა ძველ პიკაპში გიორგის გვერდით. მისი ჩემოდნები სავსე დიზაინერული ტანსაცმლითა და ძვირფასი სამკაულებით არ უხდებოდა ძველ მანქანას. როცა სასახლისგან შორდებოდნენ, ნინომ უკანა სარკეში შეიხედა. დაინახა თამარი, რომელიც იდგა შესასვლელთან, მისი გამარჯვებული ღიმილი ხილული იყო მანძილიდანაც. იმ მომენტში ნინომ დაიფიცა, რომ ერთ დღეს დაბრუნდებოდა და როცა ეს მოხდებოდა, ეს იქნებოდა იმისთვის, რომ მოეთხოვა ის, რაც მისი იყო უფლებით. მოგზაურობა გიორგის ფერმისკენ გრძელი და ჩუმი იყო. ნინო იყურებოდა ფანჯრიდან, ხედავდა, როგორ იცვლებოდა ქალაქის პეიზაჟი თანდათანობით მინდვრებად და ველებად. როცა საბოლოოდ მივიდნენ, მზე უკვე ჩადიოდა. გიორგის ფერმა იყო პატარა, მაგრამ მყუდრო. ორსართულიანი ხის სახლი, გარშემორტყმული სავარგულებითა და პატარა ბეღელით. ნინოსთვის, რომელიც მიჩვეული იყო ქუთათა ძეების სასახლის ფუფუნებასა და სიმდიდრეს, ეს გავდა ძველი წერილიდან ამოღებულს. მოგესალმები შენს ახალ სახლში, თქვა გიორგიმ, მისი ხმა ნერვიულობისა და სიამაყის ნაზავით გაჟღენთილი. ნინო ჩამოვიდა მანქანიდან, მისი დიზაინერული ფეხსაცმელები ოდნავ ჩაეფლო ფხვიერ მიწაში. შეათვალიერა გარშემო, ურთიერთგამომრიცხავი ემოციების ნაზავი იბრძოდა მის შიგნით. ერთი მხრივ გრძნობდა ღრმა დანაკარგისა და წყენის გრძნობას. მეორე მხრივ მისი პატარა ნაწილი ვერ იკავებდა თავს და გრძნობდა ინტერესს ადგილის სიმშვიდისა და სიმარტივის მიმართ. ეს განსხვავებულია, საბოლოოდ თქვა, ცდილობდა ნეიტრალური ტონის შენარჩუნებას. გიორგიმ მსუბუქად გაიღიმა, თითქოს ელოდა გაცილებით უარეს რეაქციას. ვიცი. ალბათ არ არის ის, რასაც მიჩვეული ხარ, მაგრამ გპირდები, რომ აქვს თავისი ხიბლი. სანამ გიორგი ჩემოდნებს გადმოტვირთავდა, ნინომ გაბედა რამდენიმე ნაბიჯი ეზოში. სველი მიწისა და ახალი ბალახის არომატი ავსებდა ჰაერს, ისეთი განსხვავებული ძვირადღირებული სუნამოებისა და ტყავის სუნისგან სასახლეში.
შორიდან შეეძლო მოესმინა რამდენიმე ძროხის რბილი ბღავილი და ქათმების შორეული კაკანი. გინდა შესვლა, გიორგის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან. ალბათ დაღლილი ხარ მოგზაურობის შემდეგ. ნინომ ჩუმად დაუქნია თავი და გაჰყვა სახლისკენ. შიგნით იყო მოკრძალებული, მაგრამ მყუდრო. გაცვეთილი, მაგრამ კარგად მოვლილი ხის ავეჯი, ყვავილებიანი ფარდები ფანჯრებზე და ქვის ბუხარი დომინირებდა მთავარ ოთახში. შენი ოთახი ზემოთაა, თქვა გიორგიმ, კიბისკენ მიუთითა. მოვამზადე შენთვის. იმედია, კომფორტული იქნება. ნინო ავიდა კიბეზე, გიორგიც მიხვა, რომელიც ატარებდა მის ჩემოდნებს. ოთახი იყო პატარა, შედარებული მის სასახლის აპარტამენტთან, მაგრამ იყო სუფთა და მოწესრიგებული. საწოლი ქვილთის საბნით, მუხის კარადა და პატარა საწერი მაგიდა ფანჯარასთან შეადგენდა ავეჯს. დაგტოვებ, რომ მოეწყო, თქვა გიორგიმ, ჩემოდნები კართან დატოვა. თუ რამე გჭირდება, მე ქვემოთ ვიქნები. როცა გიორგი გავიდა, რბილად დახურა კარი, ნინომ საბოლოოდ ნება მისცა თავს ჩამოშლილიყო. დაჯდა საწოლზე ცრემლები, რომლებსაც იკავებდა მთელი დღის განმავლობაში, საბოლოოდ თავისუფლად წამოვიდა. იტირა ცხოვრებისთვის, რომელიც უკან დატოვა მისი სიტუაციის უსამართლობისთვის და შიშისთვის მომავლის მიმართ, რომელიც არასდროს წარმოედგინა თავისთვის. ამასობაში სამზარეულოში გიორგი ნერვიულად მოძრაობდა, ამზადებდა მარტივ ვახშამს. ისიც თავს გრძნობდა გადატვირთულად სიტუაციით. არასდროს წარმოედგინა, რომ დაქორწინდებოდა ამგვარად მით უმეტეს ქალზე, როგორიც ნინო იყო. დანაშაულის გრძნობა ღრნი და შიგნიდან იცოდა, რომ ის იყო ნაწილი მიზეზისა, რის გამოც ის იტანჯებოდა. როგორც კი ღამე ჩამოცვას სახლი ჩაიძირა უხერხულ სიჩუმეში. ნინო არ ჩამოსულა ვახშამზე და გიორგი ვერ ბედავდა მის შეწუხებას. ორივემ გაატარა პირველი ღამე როგორც ცოლმა და ქმარმა, გაყოფილი ხის იატაკითა და განსხვავებების მთელი სამყაროთი. შემდგომი დღეები იყო რთული ადაპტაციის პერიოდი ორივესთვის. ნინო, მიჩვეული ფუფუნებისა და სიზარმაცის ცხოვრებას უცებ აღმოჩნდა სამყაროში, სადაც მძიმე შრომა იყო ნორმა. გიორგი ცდილობდა მოთმინებით ყოფილიყო, მაგრამ ნინოს გამოცდილების ნაკლებობა სახლისა და ფერმის ყველაზე ძირითად საქმეებში ხშირად იწვევდა მის იმედგაცრუებას. ერთ დილას, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მათი ჩამოსვლიდან, ნინო გაიღვიძა გარედან მომავალი გაბრაზებული ხმებით. გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა გიორგი, რომელიც ცხარედ კამათობდა კოსტუმიან კაცთან, რომელსაც ეჭირა პორტფელი. ცნობის მოყვარე და ცოტა შეშფოთებული, ნინო სწრაფად ჩაიცვა და ჩავიდა. როცა აივანზე გავიდა, კოსტუმიანი კაცი უკვე მიდიოდა, დატოვა გიორგი შეშფოთებული გამომეტყველებით სახეზე. რა იყო ეს? იკითხა ნინომ, გაუკვირდა საკუთარი თავი გულწრფელი ცნობის მოყვარეობით. გიორგიმ შეხედა, თითქოს იწონიდა, უნდა გაეზიარებინა თუ არა პრობლემები მასთან. საბოლოოდ, ამოისუნთქა და თქვა, ბანკიდან იყო. ემუქრებიან ფერმის იპოთეკის აღსრულებით, თუ არ გადავიხდი დავალიანებას ამ თვეში. ნინომ იგრძნო დანაშაულის მჩხრეტავი გრძნობა. ისე იყო ჩაფლული საკუთარ უბედურებაში, რომ არ გაჩერებულა იფიქროს იმ პრობლემებზე, რომლებსაც გიორგი შეიძლება აწყდებოდეს. რამდენი გმართებს, იკითხა, გააოცა გიორგი მისი ინტერესით. მეტი ვიდრე შემიძლია გადავიხადო ამ მომენტში, უპასუხა, ხელი გადაისვა თმაში იმედგაცრუებით. მოსავალი არ იყო კარგი შარშან და დაბალი ფასებით. ნინომ ტუჩი მოიკვნიტა ჩაფიქრებით. მთელი მისი ცხოვრება გარშემორტყმული იყო ფულით, მაგრამ არასდროს გაჩერებულა იფიქროს, როგორ მიიღწეოდა ნამდვილად. გიორგის დანახვა, კაცის, რომელიც მძიმედ შრომობდა ყოველდღე ყველაფრის დაკარგვის პირას, აგრძნობინა რაღაც, რაც არასდროს განუცდია ადრე, დახმარების სურვილი იქნებ შემეძლოს და გეხმარო, თქვა მორიდებით. არ ვიცი ბევრი ფერმებსა თუ მოსავალზე, მაგრამ ვიცი რიცხვებისა და ფინანსების შესახებ. შემიძლია გადავხედო შენს ანგარიშებს, ვნახო, არის თუ არა რაიმე გზა რამის რეორგანიზებისთვის. გიორგიმ შეხედა გაოცრებით და იმედის ნაპერწკლით თვალებში. ამას გააკეთებდი? მეგონა, რომ გეზიზღებოდა ყველაფერი აქ. ნინო მხრები აიჩეჩა, ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს გიორგის მადლიერი მზერის ქვეშ. კარგი, ფიქრობ, თუ აქ ვიქნები, შემიძლია ვიყო სასარგებლო. იმ საღამოს ნინო ჩაიშვა ფერმის საბუღალტრო წიგნებში. გასაკვირად აღმოაჩინა, რომ სიამოვნებდა გამოწვევა რიცხვების გაშიფრვა და გამოსავლების ძებნა. სანამ მუშაობდა, გიორგი უხსნიდა აგრობიზნესის დეტალებს და ის აღმოჩნდა მოხიბლული ჩართული კომპლექსურობითა და რისკებით. დღეების გასვლასთან ერთად, ნინო და გიორგი დაიწყეს მოულოდნელი გუნდის ჩამოყალიბება.
იგი ავრცელებდა თავის ფინანსურ ცოდნასა და ბიზნესში განათლებას, მაშინ როცა ის იზიარებდა თავის პრაქტიკულ გამოცდილებასა და მიწის ცოდნას. ნელ-ნელა დაძაბულობა მათ შორის დაიწყო გაფანტვა, ჩანაცვლდა მზარდი ურთიერთპატივისცემით. ერთ საღამოს სანამ ერთად ვახშმობდნენ, რამაც გახდა ჩვეულება, ნინომ საბოლოოდ გაბედა და ესვა კითხვა, რომელიც ტრიალებდა მის გონებაში. გიორგი, დაიწყო, ერთი მომენტი დააყოვნა, სანამ გააგრძელებდა. რატომ დათანხმდი ამ ქორწინებას? ვიცი რომ ახსენე, რომ თამარი დაგემუქრა ფერმის წართმევით, მაგრამ არ იყო სხვა არჩევანი. გიორგიმ დადო ჩანგალი და შეხედა ნინოს სევდისა და მორჩილების ნაზავით. სიმართლე ისაა, რომ ეს ფერმა არის ყველაფერი, რაც დამრჩა ჩემი ოჯახისგან. ჩემმა მშობლებმა ააშენეს ნულიდან და როცა გარდაიცვალნენ რამდენიმე წლის წინ, დავიფიცე, რომ შევინარჩუნებდი მას ნებისმიერ ფასად. ნინომ იგრძნო თანაგრძნობის ტალღა. ვწუხვარ, არ ვიცოდი. გიორგიმ თავი გააქნია, ნუ ბოდიშო. ეს არ არის ის, რაზეც ბევრს ვსაუბრობ. მაგრამ დიახ, როცა შენი დედინაცვალი გამოჩნდა თავისი შემოთავაზებით, ვიგრძენი, რომ არ მქონდა არჩევანი. ეს ფერმა არის ჩემი სახლი, ჩემი მემკვიდრეობა. არ შემეძლო მისი დაკარგვა. ნინომ დაუქნია თავი, პირველად ნამდვილად გაიგო გიორგის პოზიცია. მესმის შენი. მეც ვიბრძვი ჩემი მემკვიდრეობისთვის, თუმცა განსხვავებული გზით. შემიძლია რაღაც გკითხო, თქვა გიორგიმ სიჩუმის მომენტის შემდეგ. როცა ნინომ დაუქნია თავი, განაგრძო, რა იგულისხმა შენმა დედინაცვალმა, როცა მიანიშნა, რომ არ იყავი ნამდვილად ოჯახის ნაწილი. ნინომ იგრძნო, რომ მისი გული აჩქარდა. კითხვა, რომელიც თავიდან იცილებდა იმ დღიდან თამარის კაბინეტში, საბოლოოდ გამოაშკარავდა. არ ვიცი, აღიარა ჩუმი ხმით. მაგრამ მეშინია იმის აღმოჩენის. და თუ გამოდგება, რომ არ ვარის ვინც ყოველთვის მეგონა, რომ ვიყავი? გიორგიმ გაიწოდა ხელი მაგიდაზე, რბილად აიღო ნინოს ხელი. ეს იყო მარტივი ჟესტი, მაგრამ სავსე გაგებითა და მხარდაჭერით. რაც არ უნდა იყოს, ერთად გავუმკლავდებით. ბოლოს ერთად ვართ ამაში, არა? ნინომ შეხედა მათ შეერთებულ ხელებს და, პირველად ფერმაზე ჩამოსვლის შემდეგ, იგრძნო იმედის ნაპერწკალი. იქნებ, მხოლოდ იქნებ, ეს იძულებითი ქორწინება შეიძლება გადაიქცეს მოულოდნელ ალიანსად. ამასობაში, ქუთათა ძეების სასახლეში, თამარი დასეირნობდა თავის კაბინეტში, წითელი ღვინის ჩიკითხელში. მისი გეგმა მიმდინარეობდა, მაგრამ ვერ იკავებდა შფოთვის გრძნობას. მან ადრე ნაკლებად შეაფასა ნინო და არ შეეძლო უფლება მიეცა თავისთვის კვლავ დაეშვა ეს შეცდომა. აიღო ტელეფონი და აკრიფა ნომერი. ჭირდება, რომ თვალყური ადევნო ფერმას უბრძანა შესავლის გარეშე. მინდა ვიცოდე ნინოსა და იმ ფერმერის ყველა მოძრაობა. და მოამზადე დოკუმენტები, რომლებზეც ვისაუბრეთ. მალე იქნება დრო, რომ დავიწყოთ გეგმის შემდეგი ფაზა. როცა დაკიდა, თამარმა შეხედა თავისი გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტს, რომელიც ეკიდა კედელზე. ვწუხვარ, ძვირფასო, ჩაიბუტბუტა. მაგრამ არ დაუშვებ, რომ შენმა საყვარელმა შვილობილმა წამართვას ის, რაც ჩემია უფლებით. ცივი ღიმილით თამარმა ასწია ჩიკა ჩუმს ადღეგრძელოში. თამაში მხოლოდ იწყებოდა და ის მტკიცედ იყო გადაწყვეტილი გაემარჯვა მიუხედავად იმისა, თუ რა დაჯდებოდა. დღეები ფერმაზე იქცა კვირებად და კვირები თვეებად. როგორც ზაფხული უთმობდა ადგილს შემოდგომას, ნინო გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეგუებოდა თავის ახალ ცხოვრებას ისეთი გზით, რაც არასდროს წარმოედგინა. გრძელი სამუშაო დღეები, რომლებიც თავდაპირველად წამებად ეჩვენებოდა, ახლა ანიჭებდა მიღწევის გრძნობას, რომელიც არასდროს განუცდია თავის ფუფუნებით სავსე ცხოვრებაში. ერთ გრილ ოქტომბრის დილას, ნინო გაიღვიძა განთიადამდე, რაც ჩვეულებრივი გახდა. სწრაფად ჩაიცვა ჯინსი და ფლანელის პერანგი, ტანსაცმელი, რომელსაც უარყოფდა რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ახლა აფასებდა მის კომფორტსა და პრაქტიკულობას. ჩავიდა სამზარეულოში და გაოცდა, როცა გიორგი უკვე ფხიზელი დახვდა, დახრილი მაგიდაზე შეშფოთებული გამომეტყველებით სახეზე. გიორგი. ყველაფერი რიგზეა, იკითხა მიუახლოვდა მას. გიორგი მაიხედა, შეკრთა. ნინო. არ გამიგია, როგორ ჩამოხვედი. ნე. არაფერია, უბრალოდ ვამოწმებდი რამდენიმე ანგარიშს. ნინომ შუბლი შეჭმუხნა, არ დარწმუნდა მისი თავის არიდებით პასუხზე. დაჯდა მის წინ და გაიწოდა ხელი, რომ აეღო ქაღალდები, რომლებსაც გიორგი ცდილობდა დაემალა. მაჩვენე, თქვა მტკიცედ. გიორგი ერთი მომენტი დააყოვნა, მაგრამ საბოლოოდ დანებდა. ნინომ შეისწავლა დოკუმენტები, შუბლი უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა კითხვასთან ერთად.
ეს იყო დაგვიანებული გადახდის შეტყობინებები, ყადაღის მუქარები და წერილი ადგილობრივი ბანკიდან, რომელიც იუწყებოდა სესხზე უარს. გიორგი, რატომ არ მითხარი, რომ საქმეები ასე ცუდად არის? იკითხა, გრძნობდა შეშფოთებისა და იმედგაცრუების ნაზავს. გიორგი მღრმად ამოისუნთქა, ხელი გადაისვა თმაში დაღლილი ჟესტით. არ მინდოდა შენი შეწუხება. ისედაც გქონდა იმდენ ცვლილებასთან შეგუება. გარდა ამისა, ეს ჩემი პრობლემებია, არა შენი. ნინომ იგრძნო ტკივილის მჩხვლეტავი გრძნობა მისი სიტყვებისგან. მეგონა, შევთანხმდით, რომ ერთად ვართ ამაში. შენი პრობლემები ჩემი პრობლემებია ახლა, მოგწონს თუ არა? გიორგიმ გაკვირვებით შეხედა, პატარა ღიმილი გამოჩნდა მის ტუჩებზე. მართალი ხარ? ბოდიში. უბრალოდ. არასდროს მომიწია ამ საზრუნავის გაზიარება ვინმესთან ადრე. ნინომ დაუქნია თავი, გაიგო. ბოლო თვეების განმავლობაში ის გაიცნო გიორგი, როგორც ამაყი, მაგრამ თანაგრძნობის მქონე კაცი, ვიღაც, ვინც ატარებდა მსოფლიოს სიმძიმეს მხრებზე ჩივილის გარეშე. კარგი, მაშინ გავიზიაროთ ახლა, თქვა ნინომ გადაწყვეტილებით. მითხარი ყველაფერი. მინდა ზუსტად ვიცოდე, რას ვუპირისპირდებით. შემდეგი საათის განმავლობაში, სანამ მზე იწყებდა ჰორიზონტზე გამოჩენას, გიორგიმ აუხსნა ფერმის ფინანსური მდგომარეობა. ბოლო წლების ცუდი მოსავალი, კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების ვარდნასთან, დატოვა ფერმა გაკოტრების პირას. ბანკი უარს ამბობდა მეტი სესხის გაცემაზე და მიმწოდებლები იწყებდნენ წინასწარი გადახდის მოთხოვნას. ნინომ ყურადღებით მოусმინა, მისი გონება მუშაობდა სრული სისწრაფით. როგორც გიორგი საუბრობდა, დაიწყო ნიმუშების დანახვა, იდეების ფორმირება. გიორგი უცებ შეაწყვეტინა, გიფიქრია დივერსიფიკაციაზე? გულისხმობ ტრადიციული კულტურების გარდა. გიორგიმ ცნობის მოყვარეობით შეხედა. რას გულისხმობ? კარგი, ვკითხულობდი მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ორგანული პროდუქტების შესახებ. არსებობს მზარდი ბაზარი ასეთი ტიპის პროდუქტებისთვის და მოგების მარჟები გაცილებით მაღალია. გიორგი ჩაფიქრებული ჩანდა. გამიგონია რაღაც ამის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ძალიან სარისკოდ მეჩვენებოდა იმის შეცვლა, რასაც ვაკეთებდით თაობების განმავლობაში. ნინო წინ გადაიხარა, მისი თვალები ბრწყინავდა ენთუზიაზმით. მაგრამ ეს არის ზუსტად არსი. სამყარო იცვლება და ჩვენ უნდა შევეგუოთ. გარდა ამისა, არ ვთავაზობ, რომ ყველაფერი ერთბაშად შევცვალოთ. შეგვიძლია დავიწყოთ პატარა ნაწილით მიწის, როგორც ექსპერიმენტით. როგორც განიხილავდნენ, მზე ამაღლდა ცაზე, სამზარეულოს ოქროსფერი შუქით გაანათა. ნინო და გიორგი ისე ჩაეფლნენ საუბარში, რომ ვერ შეამჩნიეს დროის გასვლა. პირველად მუშაობდნენ ერთად როგორც ნამდვილი გუნდი, მათი განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივები ავსებდა ერთმანეთს ისეთი გზით, რომელიც არც ერთს არ წარმოედგინა შესაძლებლად რამდენიმე თვის წინ. ამასობაში, კილომეტრების დაშორებით ფქუთათაძეების მდიდრულ სასახლეში, თამარი ემზადებოდა თავისი გეგმის შემდეგი ფაზის განსახორციელებლად. მჯდარი თავის კაბინეტში ის გადახედავდა იურიდიული დოკუმენტების სერიას თავის ადვოკატთან, კაცრი გამომეტყველების მქონე კაცთან, სახელად ლევან მაღრაძესთან ერთად. დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ამის გაგრძელება, ქალბატონო ქუთათაძე? იკითხა ლევანმა, მისი ხმა შეშფოთებით სავსე. მას შემდეგ, რაც დავიწყებთ ამ პროცესს, უკან დაბრუნება აღარ იქნება. თამარმა აიხედა ქაღალდებიდან, მისი თვალები ბრწყინავდა ცივი გადაწყვეტილებით. აბსოლუტურად დარწმუნებული ლევან. ნინოს ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო მოსამწიფებლად იმსაცოდავ ფერმაზე. დროა გაიგოს, რომ არასდროს ექნება ქუთათაძის კომპანიების კონტროლი. ლევანმა ნელა დაუქნია თავი. კარგი. წარვადგენ პეტიციას ქუთათაძის ბატონის ანდერძის გაუქმებისთვის ხვალდილით. დაყრდნობით. ინფორმაციაზე, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, გვაქვს მყარი საქმე იმის არგუმენტაციისთვის, რომ ნინოს არ აქვს კანონიერი უფლება მემკვიდრეობაზე. თამარმა გაიღიმა ღიმილით, რომელიც არ აღწევდა მის თვალებამდე. შესანიშნავი. და გახსოვდეს, ლევან, აბსოლუტური დისკრეცია. არავინ უნდა იცოდეს ამის შესახებ, სანამ ძალიან გვიან არ იქნება ნინოსთვის რაიმეს გასაკეთებლად. როცა ლევანი აგროვებდა თავის ნივთებს და ემზადებოდა წასასვლელად, თამარი ადგა და მიუახლოვდა ფანჯარას. გადახედა სასახლის ვრცელ ბაღებს, ფიქრობდა, როგორ მივიდა ამ წერტილამდე. გაიხსენა დღე, როცა შეხვდა გიორგი ქუთათაძეს, ნინოს მამას. ის იყო ამბიციური ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობდა მის პირად ასისტენტად. გიორგი იყო ძლიერი, ქარიზმატული კაცი და თამარი უიმედოდ შეუყვარდა. ან ყოველ შემთხვევაში ასე უთხრა საკუთარ თავს.
სიმართლე ის იყო, რომ თამარი შეუყვარდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის იდეას, რომელსაც გიორგი წარმოადგენდა. როცა მან სთხოვა ცოლად პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა დაინახა შანსი, რომ აღმასვლოდა სოციალურ კიბეს და უზრუნველეყო თავისი მომავალი. რასაც არ ელოდა, იყო ნინო. გოგონა მაშინ 5 წლის იყო, მუდმივი შეხსენება იმისა, რომ თამარი არასდროს იქნებოდა ნამდვილად პირველი გიორგის გულში. როგორც ნინო იზრდებოდა, თამარი ხედავდა, როგორ ეთაყვანებოდა გიორგი მას, როგორ გეგმავდა ქუთათაძის მთელი იმპერიის დატოვებას თავისი საყვარელი ქალიშვილისთვის. სიმწარე და შური გაიზარდა თამარის გულში წლების განმავლობაში. როცა გიორგი უცებ გარდაიცვალა, დატოვა ნინო როგორც მისი ერთადერთი მემკვიდრე, თამარმა დაიფიცა, რომ გააკეთებდა ყველაფერს შესაძლებელს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ქუთათაძის ქონება დარჩებოდა მის ხელში. ტელეფონის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან. ეს იყო შეტყობინება მისი ინფორმატორისგან გიორგის ფერმის ახლოს მდებარე სოფელში. ქალბატონი ნინო და ბატონი გიორგი ნანახი იყვნენ ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში. ჩანდა, რომ განიხილავდნენ მიწათმოქმედების ახალ მეთოდებს. თამარმა შუბლი შეჭმუხნა. ეს არ იყო ის, რასაც ელოდა. ნინო უნდა ყოფილიყო უბედური არა. ადაპტირებადი. ერთი მომენტით იგრძნო ეჩვის მჩვრეტავი გრძნობა. ხომ არ შეაფასა ნაკლებად თავისი გერი? თავი გააქნია, გაიფანტა ეს ფიქრები. მნიშვნელობა არ ჰქონდა. დოკუმენტებით, რომლებსაც ლევანი ხვალ წარადგენდა, მალე ნინო აღმოაჩენდა თავს ყველაფრის გარეშე. ქუთათაძის ქონების გარეშე, ფერმის გარეშე, არაფრის გარეშე. ისიამოვნე შენი პატარა სოფლური თავგადასავლით, სანამ შეგიძლია, ძვირფასო, ჩაიბუტბუტა თამარმა, სასტიკი ღიმილი გამოჩნდა მის ტუჩებზე. რადგან ძალიან მალე შენი სამყარო დაინგრევა შენს გარშემო. ფერმაზე დაბრუნებულების შეუმჩნევლნი თამარის მანიპულაციებისთვის, ნინო და გიორგი გაატარეს დანარჩენი დღე მუშაობით მათ ახალ გეგმაზე. მოინახულეს ქონების სხვადასხვა ადგილები, განიხილეს, რომელი ნაკვეთები შეიძლებოდა ყოფილიყო შესაფერისი მათი ორგანული კულტურების ექსპერიმენტის დასაწყებად. როცა მზე იწყებდა ჩასვლას, ღებავდა ცასნარინჯისფერ და ვარდისფერ ტონებში, ისინი ისხდნენ სახლის უკანა აივანზე, დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები დღის პროგრესით. იცი, თქვა გიორგიმ, უყურებდა ნინოს აღფრთოვანებისა და მადლიერების ნაზავით, როცა აქ ჩამოხვედი, არასდროს წარმომედგინა, რომ გახდებოდი ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფერმის. გმადლობ, ნინო. რომ არ დანებდი, დამეხმარე, დამენახა საგნები განსხვავებული გზით. ნინო მიგრძნო, რომ წითლდებოდა გიორგის ინტენსიური მზერის ქვეშ. ნე. გმადლობ, გიორგი. რომ იყავი მომთმენი ჩემთან, მასწავლე ამდენი. არასდროს მეგონა, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ მიხარია, რომ აქ ვარ. ერთი მომენტით შეხედეს ერთმანეთს ჩუმი გაგება გადავიდა მათ შორის. შემდეგ, თითქმის გაუცნობიერებლად, გიორგი წინ გადაიხარა. ნინომ შეიკავა სუნთქვა მისი გულის სწრაფად უცემდა მკერდში. მომენტი შეწყდა მანქანის მოახლოების ხმით. ორივე სწრაფად გამოეყო ერთმანეთს, როგორც მოზარდები, მშობლების მიერ დაჭერილები. ვინმეს ველოდებით, იკითხა ნინომ, ცდილობდა დაემშვიდებინა მღელვარე სუნთქვა. გიორგიმ შუბლი შეჭმუხნა, ადგა. არა, რამდენადაც ვიცი. მიმართეს სახლის წინა მხარისკენ, როგორც კი ელეგანტური შავი მანქანა გაჩერდა შესასვლელთან. ნინო მიგრძნო, რომ მისი გული გაჩერდა, როცა დაინახა, ვინ გამოვიდა მანქანიდან. თამარი ჩაიჩურჩულა, მისი ხმა მხოლოდ გასაგონი. თამარ ქუთათაძე უნაკლოდ ჩაცმული დიზაინერის კოსტუმში გაემართა მათკენ ღიმილით, რომელიც არ აღწევდა მის თვალებამდე. ნინო, ძვირფასო, თქვა მისი ხმა ტკბილი, მაგრამ ბოროტების ქვეტექსტით. არ მიესალმები შენს დედინაცვალს? ნინომ გადადგა ნაბიჯი წინ, ინსტინქტურად დადგა თამარსა და გიორგის შორის. რას აკეთებ აქ, თამარ? თამარის ღიმილი გაფართოვდა, ჟრუანტელმა დაუარა ნინოს ზურგზე. ო, ძვირფასო. ასე ესალმები ქალს, რომელმაც გაგზარდა? განსაკუთრებით, როცა მომაქვს ასეთი საინტერესო ამბები. ნინო მიგრძნო გიორგის ხელი ზურგზე, ჩუმი მხარდაჭერის ჟესტი. გასწორდა, შეხვდა თამარს გადაწყვეტილებით, რომელიც არ იცოდა, რომ ჰქონდა. რა ამბები? იკითხა, მისი ხმა მტკიცე მიუხედავად შიშისა, რომელსაც გრძნობდა შიგნით. თამარმა ამოიღო კონვერტი თავისი ჩანთიდან და დაუქნია ნინოს. ფიქრობ, დროა იცოდე სიმართლე შენი წარსულის შესახებ, ძვირფასო. და შენი მომავლის შესახებ. როცა მზე ჩადიოდა ჰორიზონტზე, ასხივებდა სცენას წითელი შუქით, ნინო მიგრძნო, რომ სამყარო ჩერდება მის გარშემო.
რაც არ უნდა ყოფილიყო ამ კონვერტში, იცოდა, რომ ის აპირებდა მისი ცხოვრების სამუდამოდ შეცვლას. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა თამარის სიტყვებს, ისეთი მკვრივი იყო, რომ თითქმის შეიძლებოდა დანით გაჭრა. ნინო უყურებდა კონვერტს თავისი დედინაცვლის ხელში, მისი გონება გარბოდა ყველა შესაძლებლობით, რა შეიძლებოდა შეიცავდეს. რა არის ეს? საბოლოოდ იკითხა მისი ხმა მხოლოდ ჩურჩული. თამარმა გაიღიმა ცივი და გამოანგარიშებული ღიმილით, რომელიც არ აღწევდა მის თვალებამდე. ო ძვირფასო, რატომ არ შევდივართ და განვიხილავთ როგორც ოჯახი? ბოლოს და ბოლოს ეს ვართ, არა? ნინო მიგრძნო გიორგის ხელი ზურგზე, ჩუმი შეხსენება იმისა, რომ არ იყო მარტო. გასწორდა, შეხვდა თამარს გადაწყვეტილებით, რომელიც არ იცოდა, რომ ჰქონდა. რაც გინდა თქვა, თამარ, შეგიძლია თქვა აქ და ახლა, თქვა ნინომ, მისი ხმა უფრო მტკიცე, ვიდრე გრძნობდა. თამარმა აცია წარბი, მისი ღიმილი კიდევ უფრო გაცივდა. როგორც გსურს, ძვირფასო. ყოველთვის ასეთი მოუთმენელი, გახსნა კონვერტი და ამოიღო დოკუმენტების ნაკრები. იცი? ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ გავხარ მამაშენს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის ძალიან კარგი მიზეზი არსებობდა. ნინო მიგრძნო, რომ მისი გული აჩქარდა. რას გულისხმობ? თამარმა გაუწოდა დოკუმენტები. შენ აყვანილი ხარ, ნინო. მამაშენმა აგიყვანა ბავშვთა სახლიდან, როცა მხოლოდ ჩვილი იყავი. ეს არის შვილად აყვანის დოკუმენტები. სამყარო თითქოს გაჩერდა ნინოს გარშემო. აიღო დოკუმენტები კანკალა ხელებით, მისი თვალები დარბოდა სიტყვებზე, რომლებიც ადასტურებდნენ თამარის ნათქვამს. იგრძნო, რომ არ შეეძლოს უთქვა, რომ მიწა მოძრაობდა მის ფეხქვეშ. ეს არ შეიძლება იყოს მართალი, ჩაიბუტბუტა უფრო საკუთარი თავისთვის, ვიდრე სხვებისთვის. თამარმა გამოსცა უსიხარულო სიცილი. ო, მაგრამ არის, ძვირფასო. და ეს ყველაფერი არ არის. იცი, ჩვენი ქვეყნის კანონების მიხედვით, შვილობილს არ აქვს იგივე მემკვიდრეობის უფლებები, რაც ბიოლოგიურ შვილს, თუ არ არის პირდაპირ მითითებული ანდერძში. და გამოიცანი რა. მამაშენმა დაივიწყა ამ პატარა განმარტების გაკეთება. ნინო მაიხედა დოკუმენტებიდან, შოკი გადადიოდა ბრაზში. რას ამბობ, თამარ? ვამბობ, ძვირფასო ნინო, რომ არ გაქვს კანონიერი უფლება ქუთათაძის ქონებაზე. ყველაფერი, კომპანიები, ქონებები, ყველაფერი. ახლა ჩემია. გიორგიმ გადადგა ნაბიჯი წინ, დადგა ნინოს გვერდით. ეს შეუძლებელია. ბატონ ქუთათაძეს უყვარდა ნინო, ყველა მიცოდა. არ დაუშვებდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. თამარი მიუბრუნდა გიორგის, მისი თვალები ბრწყინავდა ბოროტებით. მამაცი ფერმერი მისაშველებლად. რა მგრძნობიარეა. მაგრამ მეშინია, რომ სიყვარულს არაფერი ნიშნავს კანონის წინაშე. წარვადგინე პეტიცია გიორგის ანდერძის გასაუქმებლად დღეს დილით. რამდენიმე კვირაში ყველაფერი ოფიციალურად ჩემი იქნება. ნინო მიგრძნო, რომ ფეხები უმტყუნებდა. გიორგიმ დაიჭირა, ხელი შეუშალა დაცემას. რატომ, თამარ? მოახერხა იკითხა ნინომ, მისი ხმა გატეხილი ემოციით. რატომ ახლა? რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? თამარი მიუახლოვდა მისი სახე სანტიმეტრებში ნინოსგან. იმიტომ, რომ არ იყავი ჩემთვის მეტი, ვიდრე დაბრკოლება, ძვირფასო. მუდმივი შეხსენება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად ვიღწვოდი, არასდროს ვიქნებოდი პირველი გიორგის გულში. მაგრამ ახლა საბოლოოდ მექნება ყველაფერი, რასაც ვიმსახურებ. ამ სიტყვებით თამარი შემობრუნდა და დაიწყო სიარული თავისი მანქანისკენ. სანამ ჩაჯდებოდა, კიდევ ერთხელ მოტრიალდა. და კიდევ ერთი რამ. ამ საყვარელი პატარა ფერმის იპოთეკა. ისიც ჩემს სახელზეა ახლა. გაქვთ ერთი კვირა გამოსახლებისთვის. ნახვამდის, ძვირფასებო. თამარის მანქანა გაშორდა, დატოვა მტვრის ღრუბელი და ორი გატეხილი გული. ნინო ჩამოიშალა გიორგის მკლავებში, წრემლები საბოლოოდ თავისუფლად მოედინებოდა. გიორგიმ ჩუმად დაიჭირა, მისი საკუთარი გონება ცდილობდა გაიაზრებინა ყველაფერი, რაც ახლახან მოხდა. შემდეგი დღეები იყო ემოციებისა და ფრენეტიკული აქტივობის ქარბუქი. ნინო და გიორგი სასოწარკვეთილად ეძებდნენ გზას თამარის ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად. კონსულტაციას გადიოდნენ ადვოკატებთან, ამოწმებდნენ ძველ დოკუმენტებს, ეძებდნენ ნებისმიერ რამეს, რამაც შეიძლება დაეხმაროს მათ გაეპროტესტებინათ თამარის პეტიცია. მაგრამ ყოველი დახურული კარით, ყოველი გამქრალი იმედით, ნინო გრძნობდა, რომ მისი ნაწილი კვდებოდა.
მისი შვილად აყვანის გამჟღავნებამ შეარყია მისი იდენტობის საფუძვლები და ყველაფრის მოსალოდნელი დაკარგვა, რაც ოდესმე იცოდა, ტოვებდა მას უმიზნოდ. ერთ საღამოს, როცა ნინო იჯდა უკანა აივანზე, ვარსკვლავებს უყურებდა და გრძნობდა თავს უფრო დაკარგულად, ვიდრე ოდესმე, გიორგი შეუერთდა. დაჯდა მის გვერდით ჩუმად, სთავაზობდა თავის ყოფნას ნუგეშად. იცი, თქვა ნინომ გრძელი სიჩუმის შემდეგ, ყოველთვის ვიცოდი, რომ თამარს არ ვუყვარდი. მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ ასე შორს წავიდოდა. გიორგიმ აიღო მისი ხელი, ჩახყო თავისი თითები მისაში. ძალიან მწუხვარ, ნინო. ნეტავ შემეძლოს მეტის გაკეთება დასახმარებლად. ნინომ შეხედა პატარა სევდიანი ღიმილით ტუჩებზე. გააკეთე მეტი, ვიდრე ფიქრობ, გიორგი. შენ გარეშე. არ ვიცი, როგორ გაუძლებდი ამ ყველაფერს. შეხედეს ერთმანეთს თვალებში და ერთი მომენტით სამყარო მათ გარშემო გაქრა. ნელა, თითქოს სიზმარში, ისინი გადაიხარნენ ერთმანეთისკენ. მათი ტუჩები შეხვდარბილ კოცნაში სავსე გაგებით, ნუგეშით და რაღაც მეტით, რაღაც, რასაც ჯერ ვერცერთი ვერ ბედავდა დაერქმია. როცა გამოეყვნენ, ნინომ მიადო თავი გიორგის მხარზე. რას გავაკეთებთ ახლა? იკითხა ჩუმად. გიორგიმ ძლიერად ჩაეხუტა. არ ვიცი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ერთად გავუმკლავდებით. გპირდები. ამასობაში ქუთათაძეების სასახლეში თამარი ზეიმობდა მის მოსალოდნელ გამარჯვებას. გარშემორტყმული ფუფუნებით, რომელიც მალე ოფიციალურად მისი იქნებოდა, გრძნობდა თავს მთვრალს ძალაუფლებით. თუმცა მისი ზეიმი შეწყდა სატელეფონო ზარით. ეს იყო ლევანი, მისი ადვოკატი. ქალბატონო ქუთათაძე, თქვა ლევანმა, მისი ხმა დაძაბული. პრობლემა გვაქვს. თამარმა იგრძნო, რომ მისი ეიფორია გაქრა. რა სახის პრობლემა? ვიღაცამ წარადგინა პროტესტი ჩვენს პეტიციაზე ანდერძის გასაუქმებლად. ვიღაც, ვინც ამბობს, რომ აქვს მტკიცებულება, რომ ბატონმა ქუთათაძემ ნამდვილად მიუთითა, რომ ნინო უნდა იყოს მემკვიდრე, მიუხედავად მისი შვილობილის სტატუსისა. თამარმა იგრძნო, რომ სისხლი გაეყინა ძარღვებში. ვინ? მოითხოვა. ვინ ბედავს ჩემს გზაზე დადგომას? იყო სიჩუმის მომენტი ხაზზე, სანამ ლევანი უპასუხებდა. ნათია კახიძე. ბატონი ქუთათაძის ყოფილი მდივანი. თამარმა თითქმის დააგდო ტელეფონი. ნათია კახიძე. სახელი, რომელიც არ გაეგონა წლების განმავლობაში. ქალი, რომელიც თამარს ეგონა, რომ დიდი ხნის წინ გამოერიცხა განტოლებიდან. შეუძლებელია, ჩაიჩურჩულა თამარმა. მას არ შეუძლია. მეშინია, რომ მას შეუძლია, ქალბატონო ქუთათაძე, თქვა ლევანმა, და მეტიც. ნათია ამბობს, რომ აქვს მტკიცებულება არა მხოლოდ ანდერძის შესახებ, არამედ სხვა საკითხების შესახებაც. საკითხები, რომლებიც, მისი თქმით, შეიძლება მიგვიყვანოს ყველას ციხეში. თამარმა იგრძნო, რომ სამყარო ინგრეოდა მის გარშემო. მისი მთელი ფრთხილი გეგმა, წლების მანიპულაცია და ტყუილები იყო საფრთხის ქვეშ, რომ გამომჟღავნებულიყო. იპოვე ის, უბრძანა ლევანს, მისი ხმა კანკალებდა ბრაზისგან. იპოვე და დარწმუნდი, რომ არასდროს შეძლებს საუბარს. სანამ კიდებდა ტელეფონს, თამარმა შეხედა გიორგი ქუთათაძის პორტრეტს, რომელიც ეკიდა ბუხრის თავზე. პირველად წლების განმავლობაში იგრძნო შიში. შიში ყველაფრის დაკარგვის, შიში იმისა, რომ მისი დანაშაულები გამოაშკარავდებოდა. არ დაუშვებ, რომ წამართვან ჩაიბუტბუტა, მისი თვალები ბრწყინავდა მძაფრი გადაწყვეტილებით. არა ახლა. არა, როცა ასე ახლოს ვარ. კილომეტრების დაშორებით, პატარა ბინაში ქალაქში, ხანდაზმული ქალი იყურებოდა ფანჯრიდან, ძველი დოკუმენტების დასტახელში. ნათია კახიძემ იცოდა, რომ მან გამოიწვია ქარიშხალი, მაგრამ წლების სიჩუმისა და დანაშაულის გრძნობის შემდეგ, საბოლოოდ მზად იყო, რომ შეხვედროდა სიმართლის შედეგებს. დროა გიორგი, თქვა ჩუმად, თითქოს ესაუბრებოდა ძველ მეგობარს. დროა შენმა ქალიშვილმა იცოდეს მთელი სიმართლე. სანამ ღამე გრძელდებოდა, ბედის ძაფები იწყებდნენ გადაწვნას. ნინო იბრძოდა, რომ ეპოვა თავისი ადგილი სამყაროში, რომელიც უცებ უცხო ჩანდა. გიორგი გადაწყვეტილი დაეცვა ქალი, რომელიც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად შეუყვარდა. თამარი მზად ყველაფრისთვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი ტყუილების იმპერია. და ნათია საიდუმლოების მატარებელი, რომლებსაც ჰქონდათ ძალა ყველაფრის შესაცვლელად. ქარიშხალი ახლოვდებოდა და არავინ იყო მზად გამჟღავნებებისთვის, რომლებსაც ის მოიტანდა. დილა გათენდა ნაცრისფერი და წვიმიანი, თითქოს სათვითონ ასახავდა ემოციურ ქარიშხალს, რომელიც მოახლოებული იყო.
ნინო გაიღვიძა წვიმის ხმით, რომელიც ეცემოდა ფერმის სახურავს, მისი თვალები შესიებული კიდევ ერთი ღამის ცრემლებისა და მოუსვენარი სიზმრებისგან. მის გვერდით გიორგი ღრმად ეძინა, მისი მკლავი დამცველად გარშემორტყმული. ნინომ შეხედა სინაზისა და დანაშაულის გრძნობის ნაზავით. ქაოსის შუაგულში რაღაცნაირად იპოვეს ნუგეში ერთმანეთში, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებდნენ შეენარჩუნებინათ ეს მშვიდობის ბუშტი. ფრთხილად რომ არ გაეღვიძებინა გიორგი, ნინო ადგა და გაემართა სამზარეულოსკენ. სანამ ყავას ამზადებდა, მისი გონება ფიქრობდა ბოლო დღეების მოვლენებზე. მისი შვილად აყვანის გამჟღავნება, თამარის ღალატი, ყველაფრის მოსალოდნელი დაკარგვა, რაც ოდესმე იცნობდა. ყველაფერი ძალიან მძიმე ჩანდა გადასატანად. მანქანის მოახლოების ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან. შუბ შეჭმუხნილი, ნინო გაიხედა ფანჯრიდან. არ ელოდნენ სტუმრებს, განსაკუთრებით ასე ადრე დილით. გასაკვირად დაინახა ხანდაზმული ქალი, რომელიც გამოდიოდა ტაქსიდან. ქალი ჭაღარა თმითა და ელეგანტური დგომით მიმოიხედა ნოსტალგიური გამომეტყველებით, სანამ მიემართებოდა მთავარი კარისკენ. ნინომ გააღო კარი, სანამ ქალი დააკაკუნებდა. შემიძლია დაგეხმაროთ? იკითხა მისი ხმა შერეული ცნობის მოყვარეობითა და სიფრთხილით. ქალმა შეხედა მისი თვალები ცრემლებით აევსო. ნინო, თქვა რბილად. როგორ გაიზარდე? დედა შენის ცოცხალი ან არეკლი ხარ? ნინო უკან დაიხია, გაოცებული. ვინ ხართ? როგორ იცნობთ ჩემს დედას? ქალმა სევდიანად გაიღიმა. ჩემი სახელია ნათია კახიძე. ვიყავი შენი მამის მდივანი მრავალი წლის განმავლობაში. და მოვედი რომ გითხრა სიმართლე, მთელი სიმართლე. იმ მომენტში გიორგი გამოჩნდა ნინოს უკან შეშფოთებული ხმებით. ყველაფერი რიგზეა? იკითხა დამცველად დადო ხელი ნინოს მხარზე. ნინომ ნელა დაუქნია თავი, თვალს არაშორებდა ნათიას. ვიმედოვნებ, თქვა. გთხოვთ, შემოდით. მგონი ბევრი გვაქვს სასაუბრო. ამასობაში ქუთათაძეების სასახლეში თამარი ფრენეტიკულად დასეირნობდა თავის კაბინეტში. გაატარა ღამე უძილოდ, სასოწარკვეთილად ცდილობდა მოეძებნა ნათია კახიძე, სანამ ის ნინოსთან მივიდოდა. როგორ შესაძლებელია რომ ჯერ ვერ იპოვეთ? იყვირა ტელეფონში. ის ბებერი ქალია, ღვთის გულისთვის. ხაზის მეორე მხარეს ლევანი ცდილობდა დაემშვიდებინა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ქალბატონო ქუთათაძე. შევამოწმეთ ქალაქის ყველა სასტუმრო, მაგრამ კვალი არ არის. თამარმა გაბრაზებით დაკიდა ტელეფონი. მივიდა ბართან და დაისხა ვისკის ჩიქა, მისი ხელები ოდნავ კანკალებდა. მისი მთელი ფრთხილი გეგმა, წლების მანიპულაცია და ტყუილები აპირებდნენ დაშლას. ფერმაზე დაბრუნებული ნინო, გიორგი და ნათია ისხდნენ სამზარეულოს მაგიდის გარშემო. გარემო იყო დატვირთული დაძაბულობითა და მოლოდინით. ნათიამ ამოიღო სქელი კონვერტი თავისი ჩანთიდან და დადო მაგიდაზე. აქ არის ყველაფერი, თქვა. წერილები, დოკუმენტები, ფოტოები. მტკიცებულება იმისა, რომ შენს მამას ყოველთვის სურდა, რომ შენ ყოფილიყავი მემკვიდრე, ნინო, მიუხედავად შენი შვილად აყვანის სტატუსისა. ნინომ აიღო კონვერტი კანკალა ხელებით. რატომ? იკითხა, მისი ხმა ძლივს ჩურჩული. რატომ დაელოდე აქამდე, რომ გეთქვა ყველაფერი ეს? ნათიამ დახარა მზერა, დანაშაულის გრძნობა აშკარა იყო მის სახეზე. მეშინოდა აღიარა. თამარი. ის საშიში ქალია. მამა შენი სიკვდილის შემდეგ დამემუქრა. თქვა რომ თუ ოდესმე ვილაპარაკებდი გამანადგურებდა. და დავუჯერე. გიორგიმ შეჭმუხნა შუბლი. რა შეიცვალა? მკვდები, თქვა ნათიამ უბრალოდ. კიბო. ექიმები ამბობენ, რომ რამდენიმე თვე დამრჩა. და მივხვდი, რომ არ შემეძლო ამ საიდუმლოების წაღება საფლავში. ნინო იმსახურებს სიმართლის ცოდნას. ნინო დაიწყო დოკუმენტების გადახედვა, მისი თვალები ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა ყოველი წაკითხული გვერდით. იყო წერილები მისი მამისგან, გამოხატავდა მის უპირობო სიყვარულს მისდამი. იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც ნათლად ადგენდნენ მის უფლებას მემკვიდრეობაზე. და შემდეგ რაღაც, რამაც მისი გული გააჩერა. ეს არ შეიძლება იყოს მართალი, ჩაიჩურჩულა. ნათიამ სერიოზულად დაუქნია თავი. მეშინია, რომ არის ძვირფასო. თამარი არა მხოლოდ ცდილობდა გაეძარცვა შენი მემკვიდრეობა. მან ის იყო პასუხისმგებელი შენი მამის სიკვდილზე. გიორგიმ შეხვირა, გადაიხარა, რომ წაიკითხა დოკუმენტები, რომლებსაც ნინო აკავებდა.
ეს იყო სამედიცინო ანგარიშები, ლაბორატორიული შედეგები, ყველა მიუთითებდა, რომ გიორგი ქუთათაძე ნელა მოიწამლა თვეების განმავლობაში. თამარი წამლავდა მას, თქვა ნათიამ, მისი ხმა გატეხილი ემოციით. შენი მამა დაიწყო ეჩვის შეტანა ბოლოს. ხოვა გამომეძიებინა საიდუმლოდ. მაგრამ სანამ რამეს გავაკეთებდით ის წავიდა. ნინო წამოხდა, სკამი წაიქცა მის უკან. უნდა წავიღოთ ეს პოლიციაში. ახლავე. გიორგი წამოდგა მის გვერდით, აიღო მისი ხელი. შენთან ვარ, თქვა უბრალოდ. სანამ ემზადებოდნენ წასასვლელად, საბურავების ხმაურმა გააფრთხილა ისინი. ფანჯრიდან დაინახეს რამდენიმე შავი მანქანა, რომლებიც სწრაფად უახლოვდებოდნენ. თამარია, თქვა ნინომ, მისი ხმა შერეული შიშითა და გადაწყვეტილებით. რაღაცნაირად უნდა აღმოეჩინა, რომ ნათია აქ არის. ნათია ადგა, მისი სახე ფერმკრთალი, მაგრამ გადაწყვეტილი. წადი უთხრა ნინოს. წაიღე დოკუმენტები პოლიციაში. მე შევაჩერებ მათ აქ. არა, თქვა გიორგი მტკიცედ. არ დაგტოვებთ მათთან პირისპირ მარტო. ნინომ დაუქნია თავი, ახალი ძალა წარმოიშვა მასში. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ერთად. შევხვდებით ამას როგორც ოჯახი. სანამ მანქანები ჩერდებოდნენ სახლის წინ, ნინო, გიორგი და ნათია მოემზადნენ საბოლოო დაპირისპირებისთვის. თამარი გამოვიდა პირველი მანქანიდან მისი სახე დამახინჯებული ბრაზისგან. შენ, დაიყვირა მიუთითა ნათიაზე. მოღალატე. როგორ ბედავ ჩემს საქმეებში ჩარევას? ნინომ გადადგა ნაბიჯი წინ, დადგა თამარსა და ნათიას შორის. დასრულდა, თამარ. ვიცით სიმართლე. ყველაფერი. თამარმა გაიცინა, ცივი და უსიხარულო ხმა. და რას აპირებ ამასთან დაკავშირებით, ძვირფასო? პოლიციაში გარბი ხარ. გჯერა რომ დაგიჯერებენ. მე ვარ თამარ ქუთათაძე. მაქვს კავშირები, ძალაუფლება. შენ არავინ ხარ. ცდები, თქვა გიორგიმ, შეუერთდა ნინოს. ის არის ნინო ქუთათაძე, გიორგი ქუთათაძის ნამდვილი მემკვიდრე. და მას აქვს მტკიცებულება შენი ყველა დანაშაულის. იმ მომენტში სირენების ხმა ავსო ჰაერი. პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ ჰორიზონტზე, სწრაფად უახლოვდებოდნენ. თამარი გაფითრდა უკან დაიხია. არა. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. დასრულდა, თამარ, თქვა ნინომ, მისი ხმა მტკიცე. დროა გადაიხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთე. სანამ პოლიცია მოდიოდა და თამარი დააკავეს, ნინო მოტრიალდა გიორგისა და ნათიასკენ. პირველად კვირების განმავლობაში იგრძნო სიმშვიდისა და კუთვნილების გრძნობა. გმადლობთ, თქვა, შვების და მადლიერების ცრემლები ავსებდა მის თვალებს. ორივეს. რომ ჩემს გვერდით იყავით, დამეხმარეთ სიმართლის აღმოჩენაში. გიორგი მაგრად ჩაეხუტა. ყოველთვის აქ ვიქნები შენთვის, ნინო. მიყვარ ხარ. ნინომ შეხედა, ღიმილმა გაანათა მისი სახე. მეც მიყვარ ხარ, გიორგი. და ახლა მესმის, რომ ჩემი სახლი არ არის სასახლე ან ქონება. ჩემი სახლი ხარ შენ, ეს ფერმა, ცხოვრება, რომელიც ერთად ავაშენეთ. ნათიამ სიყვარულით შეხედა მათ. შენი მამა ისე ამაყობდა შენით, ნინო. შენ გაუმკლავდი გასაჭირს ღირსებითა და ძალით. ნამდვილად მისი ქალიშვილი ხარ. სანამ მზე იწყებდა გამოჩენას ღრუბლებს შორის, ფანტავდა წვიმას, ნინომ იგრძნო, რომ მისი ცხოვრების ახალი თავი იწყებოდა. სავსე სიყვარულით, სიმართლით და ნათელი მომავლის დაპირებით. ერთი წლის შემდეგ ქუთათაძე ბერიძის ფერმა ყვაოდა. ნინო და გიორგი გადააქციეს ქონება აყვავებულ ორგანული სოფლის მეურნეობის ბიზნესად, იყენებდნენ ნინოს ცოდნას ფინანსებისა და გიორგის გამოცდილებას მინდვრებში. ქუთათაძის ქონება, ახლა კანონიერად ნინოს ხელში, გამოიყენებოდა სხვა ოჯახური ფერმების დასახმარებლად სიძნელეებში და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად. თამარი მსჯავრდებული მისი დანაშაულებისთვის გაატარებდა დანარჩენ დღეებს ციხეში, საბოლოოდ უპასუხებდა თავისი ქმედებების შედეგებს. ნათია, თუმცა დასუსტებული მისი დაავადებით, იპოვა სიმშვიდე მის ბოლო თვეებში, გარშემორტყმული სიყვარულითა და მზრუნველობით ოჯახისა, რომლის შეკრებაშიც დაეხმარა. და გაზაფხულის მზიან საღამოს იმავე ხის ქვეშ, სადაც ერთხელ გაიზიარეს პირველი კოცნა, ნინო და გიორგი დაქორწინდნენ, გარშემორტყმული მეგობრებით, ნათესავებით და ფერმის მუშებით, რომლებიც მათ არჩეულ ოჯახად იქცნენ. სანამ მზე ჩადიოდა ჰორიზონტზე, ღებავდა ცას ოქროსფერ და ვარდისფერ ტონებში, ნინომ მიმოიხედა.
გიორგის კაცს, რომელმაც ასწავლა სიყვარულისა და შეუპოვრობის ნამდვილი მნიშვნელობა. ფერმას, რომელიც გახდა მისი ნამდვილი სახლი. და მომავალს, ნათელს და სავსეს შესაძლებლობებით. ნინო ქუთათაძე ერთ დროს არამზად მემკვიდრე ახლა იყო საკუთარი ბედის მფლობელი. და არ გაცვლიდა მას არაფერში მსოფლიოში.